მოგესალმებით მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ძირძველი თბილისელების თამამშიანცების მიერ აშენებულ სახლში. ამ საგვარეულოს ლიდერი გახლდათ გაბრიელ თამამშიანცი, თამამშევი. იგი გახლდათ სომეხი მეცენატი, პირველი გილდიის ვაჭარი, კომერციული მრჩეველი, სტანისლავის ორდენის კავალერი, სტავროპოლის და თბილისის საპატიო მოქალაქე. და რაც მთავარია, მისი სახსრებით აშენდა თბილისში პირველი ოპერა, რომელიც თავისუფლების მოედნის შუაგულში მდებარეობდა. მან სიცოცხლეშივე თავისი ბიბლიოთეკა საჩუქრად გადასცა ჩვენს ქალაქს და ეს საჩუქარი გახდა წინაპირობა და საფუძველი საჯარო ბიბლიოთეკის ფონდების გამდიდრებისთვის და საერთოდ დაფუძნებისთვის. ასე რომ დიდი ადამიანი იყო ჩვენი სახლის ავტორი, სამწუხაროდ ამშენებელი, სამწუხაროდ ამ შენობაში შემოსulis დროს მხოლოდ სმირნოვებს ახსენებენ, მათ მემკვიდრეობას ახსენებენ, რაც უდაოდ ძალიან დიდია და განსაკუთრებულია და პატივსცემთ ამ მემკვიდრეობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აი ეს შენობა სწორედ თბილისელი სომხების მიერ არის აშენებული და დღემდე მოტანილი და არა მხოლოდ ეს შენობა, აი ამ სახლის მასპინძელი იყო თბილისში ერთ-ერთი მთავარი კულტურული კერის, ოპერის დამფუძნებელი და ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემომტანი. შესავლისთვის მე მინდა 1-2 სიტყვა თქვა ქართულ-სომხური ურთიერთობების შესახებ. ძალიან ვრცელი, მრავალსაუკუნოვანი ეს ქართულ-სომხური ურთიერთობები, კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტში უამრავი ლექცია წაკითხულა ამ თემაზე, მაგრამ რამდენიმე ასპექტი მინდა რომ გამოვყო. ჯერ ერთი, ჩვენ ერთდროულად ქართველები და სომხები ერთდროულად გამოვედით ისტორიულ ასპარეზზე. როგორც ხალხი ერთ ეპოქაში ჩამოვყალიბდით და ეს ძალიან ძველი ეპოქა იყო. ერთ ეპოქაში ვაცხადებთ ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად. საუკუნეების განმავლობაში ერთი დინასტია მართავს მთელს კავკასიას, სომხეთსაც და საქართველოსაც. და რაც მთავარია, ყველა ეპოქაში ქართველი და სომეხი ხალხი, რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაშიც არ უნდა ყოფილიყავით, ერთი და იმავე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვიდექით. და ქართულ-სომხური ურთიერთობების განხილვა შეუძლებელია იმის აღნიშვნის გარეშე, რომ სომხური წყაროების, სომხური წიგნებრობის გარეშე, აი წარმოუდგენელია საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, კულტურის, შუა საუკუნეების შესწავლა და გაანალიზება. ისევე როგორც პირიქით, ქართული წყაროები ძალიან ბევრს ამბობენ, თქვათ, სომეხი ხალხის თავგადასავალზე. დღევანდელი ღონისძიების წინ აუცილებლად უნდა გაუსვათ ხაზი კიდევ ერთ გარემოებასაც, ჩვენს არაჩვეულებრივ ქალაქს თბილისს, რომელიც ქართული და სომხური კულტურის და ზოგადად კავკასიური კულტურის ნამდვილი დედაქალაქია და ნამდვილი ცენტრია. აი შორეულ წარსულში რო არ წავიდეთ, ამას წინათ დავწერე კიდეც, რომ აი სამი ადამიანი გავიხსენე, სამი მე-20 საუკუნის ძალიან დიდი სომეხი, რომელიც ჩვენს ქალაქთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ალბათ ყველას გაქვთ მოსვენილი ბალეტ გაიანესთვის დაწერილი კომპოზიცია ცეკვა ხმლებით. ეს გენიალური, ულამაზესი, უშვენიერესი კომპოზიცია, რომელიც შექმნა აი სულ ახლოს კოჯორში დაბადებულმა არამ ხაჩატურიანმა და აი მის მუსიკაში აი ეს ქართული და სომხური ხალხური მუსიკის ჰანგები და თბილისის მრავალხმიანობა შესანიშნავად ისმის ხოლმე. მეორე დიდი მე-20 საუკუნის სომეხი, რომელიც ასევე აქ ამ ქუჩებში დადიოდა და ეს უბანი მისთვის ძალიან ნაცნობია. მრავალი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული, სოფლიო ჩემპიონი, საკავშირო ჩემპიონი და ასე შემდეგ ტიგრან პეტროსიანი, ესეც ჩვენი ქალაქის და მემკვიდრეობის ნაწილია. და რა თქმა უნდა გავიხსენოთ პრობლემაც, რომელიც არსებობს ხო ჩვენ ქალაქთან და ჩვენი ქალაქის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ბევრია ესეთი პრობლემა, მაგრამ სერგო ფარაჯანოვი უნდა გავიხსენოთ,
ხოსე აგერ წლებია იბრძვის რომ თბილისში იყოს სერგო ფარაჯანოვის მუზეუმი, მაგრამ ჩვენი სირცხვილია ამ ქალაქის სირცხვილია რომ ფარაჯანოვის მუზეუმი აქ არ გვაქვს და თუ თქვენ ნახავთ ხოსეს მიერ გადაღებულ ფილმებს აღმოაჩენთ რომ სერგო ფარაჯანოვი საქართველოს კულტურის ყველა შრესთან იყო კავშირში ჩვენს მხატვრებთან, ჩვენს რეჟისორებთან, ჩვენს საზოგადო მოღვაწეებთან მათთან ურთიერთობაში ქმნიდა ქართული კინემატოგრაფის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გამორჩეულ თავს. მოკლედ, ქართულ-სომხური ურთიერთობები და თბილისი, როგორც მრავალეროვანი კულტურის მქონე ქალაქი მრავალ საუკუნეს იცვლის, მაგრამ მეგობრებო, თვალი არ უნდა დავხუჭოთ სინამდვილეზე, სამწუხაროდ საქართველოს არის ასევე აი ამ გამოწვევის წინაშე, რომ საყოველთაოდ გავრცელებული არის არმენოფობია. ჩვენ ვხედავთ ხოლმე, თქვათ, სრულიად ზედაპირულ ბრალდებებს კულტურის მითვისებასთან დაკავშირებით, შეიძლება მაწონზე დაწყებული დისკუსია გადაიზარდოს ძალიან ხანგრძლივ და დაუსრულებელ საზოგადოებრივ დისპუტებად. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ არსებობს საქართველოში მუდმივად გადაჭარბებული შიშები რაღაც სეპარატიზმის შესახებ, არადა რაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, ეს სეპარატიზმი ხოლმე მარგინალური და რაღაც ნახევრად შეშლილი ჯგუფების სალაპარაკო თემაა და სამოქმედო გეგმაა და არა ჩვენი თანამოქალაქეებისა. ხშირად იხსენებენ მე-19 საუკუნეს და ეს რაღაც კლასობრივ უპირატესობას და სიმდიდრეს, რომელიც ნამდვილად ჰქონდა სომხურ პლუტოკრატიას თბილისში, მაგრამ სომხები მხოლოდ აი ამ დიდართა ფენისგან არ შედგებოდნენ და მხარდახარ იბრძოდა უამრავი სომეხი დიდ სოციალურ მოძრაობებში, რომელიც თბილისის გულში იწყებოდა და აღარ ვამბობ არაფერს აი ამ არმენოფობიის ყველაზე საშინელ გამოხატულებაზე, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ ეგრეთ წოდებულ საიდუმლო სომხობის თეორიას. წინასაარჩევნო კამპანიების დროს, პოლიტიკური დაპირისპირების დროს უცებ გამოჩნდებიან ძალიან დაბალი დონის იაფასიანი პოლიტიკური დინების წარმომადგენლები, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკოსის წარმოშობაზე იწყობენ საუბარს და თითქოს პატივსცემენ სომეხებს და შემდეგ ამ სომხის იარლიხს იყენებენ ხოლმე ოპონენტის გასაშავებლად. აი ამაზე დიდი უკულტურობის წარმოდგენა მგონი ძნელად არის შესაძლებელი. და ეს არმენოფობია ჩემი აზრით ვლინდება კიდევ ზოგიერთ სერიოზულ მოვლენაში. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ თქვენ იცით რა ტრაგედია დატრიალდა სამხრეთ კავკასიის ერთ რეგიონში, ყარაბაღში. ჩვენ არ ვეხებით ტერიტორიული თლიანობის საკითხს, პატივსცემთ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებს. უბრალოდ რამდენიმე წლის წინ ჩვენ ვნახეთ, რომ 100,000-ზე მეტი სომეხი ლამის ერთ დღეში ერთი რეგიონიდან გამოაძევეს, სადაც მათი მშობლები, ბაბუები, იმათი ბაბუები ცხოვრობდნენ ამ რეგიონიდან გამოაძევეს და გადაასახლეს სხვაგან. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დიახ, საქართველოს როგორც სახელმწიფო მუდმივად უნდა იზრუნოს ნეიტრალური პოზიციის დაკავებაზე და უნდა იყოს შუამავალი თავის მეზობლებს შორის. უბრალოდ ამდენი ადამიანი რო ტოვებს სახლს და რჩება უსახლკაროდ, უნდა არსებობდეს ემპათია, ხარდაჭერა, სოლიდარობა. და ეს სოლიდარობა საქართველოს სახელმწიფომ არ გამოხატა. რამდენიმე დღის წინ იზეიმა კი არა, რამდენიმე დღის წინ აღნიშნა ტრაგიკული თარიღი თბილისის სომხობამაც გულისხმობ გენოციდის წლისთავს, აქაც არავინ არ ითხოვს საქართველოს მხრიდან გენოციდის აღიარებას ჯერჯერობით და ჩარევას რაღაც სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებებში. უბრალოდ ეს მოვლენა ჩვენს ისტორიოგრაფიაში, ჩვენს მეცნიერებაში, ჩვენს უნივერსიტეტებში საერთოდ არ არის შესწავლილი. ან სერიოზულად არ არის შესწავლილი, თუ რამდენიმე გამონაკლის არ ჩავთვლით. არ ვაქცევთ ამ საკითხს ყურადღებას, არადა საქართველოში უამრავი წყაროს მოძებნა შეიძლება, რომელიც პირდაპირ ასე ვთქვათ, ახალი აღმოჩენებზე გაიყვანდა უამრავ მეცნიერს. რა
რატომ ცოცხლობს ეს armenofobia თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში? ბევრი მიზეზი აქვს ამას, ჩვენ ვთქვით ეს წარსულის ისტორიული მიზეზები ხო, რაღაც საეკლესიო განხეთქილება, მე-19 საუკუნეში არსებული დაპირისპირება ეკონომიკურ საფუძველზე, ნაციონალიზმი, ეთნიკური ნაციონალიზმი, რომელიც ხშირად ძალიან ძლიერია ჩვენთან. მაგრამ ხანდახან ეს armenofobia უკავშირდება ხოლმე გეოპოლიტიკურ ან რეგიონალურ საკითხებსაც. ხომ აი სულ ცოტა ხნის წინ შემზარავი მოვლენა მოხდა თბილისის დინამოს სტადიონზე. 6-1 გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრებზე, ეს შემზარავი მოვლენა ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ რაც მოყვა მატჩს ხმაური ტრიბუნებთან მივარდნა დამარცხებული თან ესეთი ანგარიშით გუნდის გულშემატკივარი მოიქცა ფაქტობრივად ბრბოს თავდასხმის ქვეშ. რატო ხდება ეს ჩვენ საზოგადოებაში? დამამდილებით ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ სომხეთის წინააღმდეგ განწყობებს ამ საზოგადოებაში შეიძლება აღვივებდნენ თქვათ რუსები. ეს ჩემი მოსაზრება. იმიტომ რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები დღეს ძალიან დაძაბულია, ძალიან ასე ვთქვათ კონფრონტაციულია და შეიძლება ზოგიერთ სამხრეთ კავკასიაში, სამხრეთ კავკასიის რომელიღაცა ქალაქში არეულობა, თავდასხმა შედიოდეს აი ამ იმპერიის ინტერესებში. სომხეთის სახელმწიფოზე რო ვთქვათ, დღეს ჩვენს რეგიონში სომხეთის სახელმწიფო რჩება დემოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს დამცველად, ფაქტობრივად ფორპოსტად იქცა იგი, მართალია ხარვეზიანი დემოკრატიის, პრობლემური დემოკრატიის, მაგრამ მაინც და იქცა ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ხიდად. დემოკრატიისკენ სწრაფვა, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ყოფნა, ევროკავშირთან ურთიერთობების ინტენსიურ ეტაპზე გადასვლაც შეიძლება ვიღაცას აღიზიანებდეს და ესეც შეიძლება ჩვენი ქვეყნის სომეხი თანამოქალაქეების წინააღმდეგ და სტუმრების ასევე მატჩზე ჩავასული სტუმრების წინააღმდეგ გამოსვლის მიზეზი იყოს. მოკლედ მე აღარ გავაგრძელებთ. პრობლემა არსებობს ჩვენ საზოგადოებაში და ამ პრობლემას უნდა შევებრძოლოთ. საქართველოს მოქალაქე სომხებს არაფერი არ აქვთ დასამტკიცებელი. ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ მათი უმრავლესობა ახლა მოღალატე ყველგან არის, ყველა რაიონში და ყველა უბანში. ხო? მათი უმრავლესობა ღირსეულად ემსახურებოდნენ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ქვეყნის ერთიანობას, მის სახელმწიფოებრიობას. და დღევანდელი ჩვენი ღონისძიება სწორედ ამ საკითხს ეძღვნება. რაც უკვე დაამტკიცეს სომხებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ის უნდა წარმოვაჩინოთ დღეს. აქედან გამომდინარე, მე ვთხოვე, რომ დღეს ჩვენთან მოსულიყო ბატონი დავით გულიკიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თავისი პირადი შრომის და თავდადების ფასად შემდეგ დაეხმარნენ, მაგრამ თავარი გამწევი ძალა, დოლა ხარი ამ საქმეში თვითონ იყო, გადაიღო ფილმი სახელწოდებით დედოფალ შუშანიკის ბატალიონი. ფილმი გადაღებულია აფხაზეთის ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე და ბრძოლაში დაღუპულ ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებს. მათ შესახებ არის ეს ფილმი გადაღებული. და წარმოაჩენს თუ როგორ დაადასტურეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საკუთარი სიცოცხლით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამ სახელმწიფოს მიმართ ერთგულება. ამაზე ამ ქვეყანაში არავინ არ საუბრობს. ან იშვიათად საუბრობენ. შეიძლება დავითი საუბრობს თავის მეგობრებთან ერთად და რაღაც წრეებში. მაგრამ მე მგონია, რომ ეს თემები უნდა იყოს უნივერსალური განხილვის საგანი. ასე რომ დღეს ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს აუდიტორიას თბილისშიც
და საუნივერსიტეტო ქალაქებში შეკრებილ ჩვენს მეგობრებსაც წარუდგენთ ამ ფილმს დედოფალ შუშანიკის ბატალიონს. ფილმის იდეის ავტორი დავით გულკიანი გახლავთ, რეჟისორები არიან დავით გულკიანი და არტურ მარტიროსიანი, დამდგმელი ვიდეო ოპერატორი გახლავთ არტურ მარტიროსიანი, გრაფიკა არნოლდ ვარდანიანმა მოამზადა, ტექსტს კითხულობს სალომე ონაშვილი. ფილმში გამოყენებულია საარქივო მასალები, რომელთა ავტორებიც არიან ბატონები გურამ გორელიშვილი, მამუკა არეშიძე და გრიგოლ ჩიგოგიძე. კომპოზიტორები, ამ ფილმს ბევრი კომპოზიტორი ყავს, მაგრამ შეგვიძლია გამოვყოთ კარენ ჰამბარცუმიანი და სევაკ მელქონიანი. კარენ სევაკ პროდაქშენის მიერ მომზადებული მუსიკა. ასე რომ წინ საინტერესო საათი და 20 წუთი გველის ჩვენ შემდეგ დისკუსია გვექნება. მანამდე შეგვიძლია დავითის რეპლიკასაც მოусმინოთ და შემდეგ გონი არ დაგზარდება რომ თქვენ შეკითხვებს უპასუხოს ფილმთან დაკავშირებით. გთხოვთ დავით. ბოდიშით შეიძლება გამიგრძელდა, მაგრამ სათქმელი მქონდა, ვერ ვთქვით სხვაგან, ვერც მოვასწარით მასში რაღაც საჯარო წერილის გამოქვეყნება და აქ ეს მდგომარეობა გამოვიყენეთ და ეს სიტუაცია გამოვიყენეთ ამის სათქმელად. გთხოვთ ბატონ დავით. პირველ რიგში მადლობას გიხდით ამ დღის ორგანიზებისთვის, საქმოწვევისთვის. არ მინდა თავი შეგაწყინოთ. ნახოთ ფილმი და შემდეგ თუ გექნებათ ფილმთან დაკავშირებით კითხვები ან რაღაც ვერ გაიგეთ, შეგვიძლია შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გავიაროთ და პატარა დისკუსიაც გავმართოთ რა. მე მგონი საინტერესო იქნება. მაშინ გადავინაცვლოთ ჩვენ დარბაზში, ჩავაკროთ შუქი და ნახოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დავითს და მის მეგობრებს ამ ფილმზე მუშაობისთვის, მისი მომზადებისთვის. თქვენ ალბათ შეამჩნიეთ მეგობრებო, თუ რამხელა შრომა დაჭირდებოდა ამ დოკუმენტური მასალების შეკრებას. არაფერი ზედაპირზე არიდო, ყველაფერი მიჭკმალული იყო, ნაკლებად იხსენებდნენ ამ ამბებს და დავითმა მოიწია ინფორმაცია, ნახა მეგობრები, ნახა ოჯახის წევრები, ამ გმირები, შემდეგ ფოტოები, შესაბამისი დოკუმენტები, დაადგინა სტატისტიკური მონაცემები, ვინ იყო ორდენზე წარდგენილი, ვინ არა, მართლა ტიტანური სამუშაოა შესრულებული და ეს განსაკუთრებით დასაფასებელია. მეორეც რაც ფილმში განსაკუთრებით კარგად ჩანს არის ის, რომ აფხაზეთის ომის ყველა დიდ და მნიშვნელოვან ეტაპზე და ეპიზოდში ჩანს ჩვენი სომეხი თანამოქალაქეების მონაწილეობა. აქ ტამიშზე იყო ლაპარაკი, სოხუმის აღებაზე იყო ლაპარაკი, გულრიფშის ბრძოლებზე იყო საუბარი, ყველა ძირითადი ეტაპი, რამაც განსაზღვრავ ომის მდინარება, იქ აი ეს ყველა ეტაპი გამოაშკარავა და წარმოაჩინა დავითმა და იქ ეს მონაწილეობის საკითხსაც ხაზი გაუსვა. შეიძლება ბევრ თქვენგანს მოეჩვენა, რომ ესე ვთქვათ, ბევრი ამბავი იყო მოთხრობილი ერთი ფილმისთვის და შეიძლება ყველა ვერ დაგვამახსოვრდეს, მაგრამ ეს ფილმი ხომ ხელმისაწვდომია, შემდეგ ნახავთ, რაიმე თუ დაგაინტერესათ და მე ვფიქრობ, რომ მაინც შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო ის, რომ არც ერთი ამბავი, არც ერთი მცირე მოგონება ამ ფილმის მიღმა არ დარჩა. იმიტომ რომ ხანგრძლივი დუმილი რაღაცით უნდა ამოსებულიყო და დავითმა ამოავსო ის და ყველაზე მცირე ამბებიც კი წარმოაჩინა. და განსაკუთრებით ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ ფილმიდან ვნახეთ, რომ დედოფალ შუშანიკის ბატალიონი ესე ცალკე ოფიციალურად არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ აი ამ ადამიანებს, ვინც იბრძოდა ამ ომში, შეგვიძლია უწოდოთ ამ ბატალიონის წევრები და ფილმში ალბათ ნახეთ თქვენ, რომ ყველა პოზიციაზე მუშაობდნენ და იბრძოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, დაწყებული თქვათ არტილერიიდან, გაგრძელებული სადეცანტო ძალებით, ტექნიკური სამსახურებით, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აი ამ ომის დროს და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ეს სურათი ვნახეთ და ბევრი მათ თქვენგანმა ალბათ არ იცოდა ამ ამბების შესახებ, მეც სანამ ეს ფილმი არ ვნახე, ბევრი რამ არ ვიცოდი და
ახალი ამბები, ახალი თავგადასავალი, ახალი გმირები აღმოვაჩინეთ და იმედია არასდროს არ დაგჭირდება მომავალში ამგვარი გმირობები და არ დაგჭირდება ომები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა დავიცვათ და ომი იმედია ისტორიად იქცევა. მაგრამ იმ ისტორიაში ყავს ესეთი ხალხი და ესეთი ადამიანები. მეგობრებო, კომენტარები, შეკითხვები ხო არა გაქვთ, რომ დავითმა გვიპასუხოს, შეგვეხმიანოს? გთხოვთ. უპირველესად მინდა ამ ფართო პანოს ვინც ეს ამ ტრაგედიაზე ასეთი იმუშავა და უზარმაზარი მასალა მოიძია, შეაგროვა, არ დაიზარა, მე წარმომიდგენია რამდენი შრომა დასჭირდა ამას და ეს რა უმნიშვნელოვანესი რამე გაკეთდა, რაც თქვენ გააკეთეთ, ეს ისი არ დარჩება, რადგან ეს შეიქმნა ეს ფილმი, ეს ამბავი, ეს ჩვენს სომეხ თანამემამულეებზე. მე ახლა ყველაფრის მომსწრე ვარ ჩემი ასაკის გამო და ეს ამბები მაშინაც მესვოდა, მაგრამ იყო ესე, აი კილოკავად რომ მოგიყვებიან აქა-იქა და ნათქვამი და ესეც გიხარებდა ადამიანს, მაგრამ ასეთი ფართო წარმოჩენა, მით უმეტეს მხოლოდ ლევალმა თავიდან თქვა, რომ საუბარში ვთქვით, რომ მხოლოდ ბაგრამიანის ბატალიონი, იქაც არ იყო ერთ მნიშვნელოვანი ალბათ ამბები, იმაზეც ცალკეა სათქმელი, აი ერთმა ქართველმა კაცმა ახსენა, რომ აიძულესო და ესე გაკეთდაო და აქეთ დამის ისეთი პირსისხლიანი თემად არის გამოყვანილი, თუმცა რა უნდა ვქნათ და ასევე მინდა აღვნიშნო მთლიანად თავიდანვე ლევანის შესავალი პათოსი იმასთან დაკავშირებით, რაც ეხება თანამედროვე ქართულ-სომხურ ურთიერთობებს. ჩვენ ბევრი მეგობარი ვყავს ძალიან, პირადად მე აღარ ჩამოვთვლი მხატვრებს, მწერლებს, ვისთანაც უდიდესი სითბო და სიყვარული მაკავშირებს. მაგრამ მე დიდი მწუხარებით მინდა ვთქვა, როცა ესეთი რეციდივები არის ხოლმე, როცა ასე უმსგავსად წარმოჩინდებიან უწესო ადამიანები და ამ არმენოფობიური მიოს გამონახდება ძალიან ცუდი ფორმით. მე აღრთოვანი, მე ცრემლი იმას ხანდახან ფეხბურთს რო უყურებ ხოლმე, კვარაცხელიაზე ხო რაღაც შეგროვილი მეებს აჩვენებენ და აჩვენებენ ხოლმე ხანდახან სომეხ კომენტატორებს და რა დღეს და რა წარმომიდგენთ, რა სიყვარული და აღრთოვანები და რაღაცებით. ესეც გმართებს, ჩვენს გმართებს, ხო ყველას გმართებს, კაცო. ავით ჩვენ იმდენი რამე გვაკავშირებს. ეხლა ამით არ მინდა რაიმე ისეთი იმის თქმა, რომ ეს მართლა გამოუსწორებელია და ჩვენ ეხლა იმაში, მაგრამ ესენი რაც არის, რომელმაც შეიძლება ბაცილად და ვირუსად იქცეს, ეს რა თქმა უნდა ნებისმიერ საშუალებით, ნებისმიერ ადგილზე, ჩვენს გულებში უნდა თავიდანვე ამოვშანთ და ვიყოთ ისეთები, როგორებიც ავართ, ერთმანეთის მოყვარულები, ძმები, ახლობლები და დიდი მადლობა ჩემო დავით, ასეთ დიდი შრომისათვის და აი იმისათვის, რომ მე რაღაცა სხვა ახლა როგორ შეიძლება ომის შემყურა და ამდენი ცეცხლისა და ტანჯვის ყურების მე რაღაცა დაგამშვიდოს პირიქით ფორიაქის გამიჩნდა, მაგრამ რაღაცნაირად ჩემთვის რაღაც კიდე დიდი სიმშვიდე მოვიპოვე იმის გამო, რომ ჩვენი სომეხი თანამემამულეების გმირობის და ამას ყვებიან პირველ რიგში ქართველები. ეს ძალიან კარგად იყო გაკეთებული. ესმის რომ ყვებიან ჩვენი მათივე თანამებრძოლები, იმათიციან ყველაფერი და ეს იყო ძალიან კაი. დიდი მადლობა და ჩვენ მე ვფიქრობ, რა ვიცი, თუ ცოტა არამშვიდი მასში ცხოვრობთ ეხლა და როცა რამის დრო მოვა, შეიძლება რომ უფრო უკეთეს გარემოში რაღაცა კიდევ ერთხელ საჯარო ჩვენება მოვაწყოთ და უფრო ორგანიზებულად მოვიწვიოთ სხვადასხვა საზოგადოების წევრები და ეს რომ ფართო საზოგადოებამ კიდევ უფრო ნახოს, მე ამით ძალიან ვიქნები დაინტერესებული. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დავით, აქ თქვენთან შეკითხვა აქვთ, ჩვენ მოგახსენეთ, რომ ჩვენი მეგობრები არიან თელავში, ზუგდიდის უნივერსიტეტში, გორში, ასევე ისმენენ დედოფლის წყაროში და ასე შემდეგ. მოკლედ ბევრი მსმენელი გყავს. აქ რამდენიმე კითხვა შეიძლება გავაერთიანოთ, ძირითადად თქვენს мотиваციას კითხულობენ. აი რატომ გადაწყვიტეთ ამ ფილმის გადაღება? თქვენ თვითონ რა განწყობა გქონდათ, რა мотиваცია, რისი დანაკლისი გქონდათ, რომ ამ ფილმზე მუშაობა დაიწყეთ? მე როგორც ვიცი, შიშველი ხელებით თავიდან და სულ მარტო იყავით. კი, ან мотиваციას რაც შეეხება,
პრინციპში მაგ რესურსით მართლა წარმოუდგენელია ამ დღესაც რომ რამე იგივე გადავიღოთ პრინციპში ალბათ მოტივაცია გადამწყვეტი იყო იმ ხრივ რომ მე ხა ისტორიკოსი არ ვარ მაგრამ როგორც ესე ჰობის სახით მაქვს ისტორია და ეს ბოლო წლებში ამ დეზინფორმაციას რაღაცნაირად ვებზოდი ხოლმე როგორც ჩემში რა ეს რაღაც საჯაროდ არა და ანუ ამ პერიოდში იმდენი დეზინფორმაცია აღმოაჩინა თუნდაც ისტორიულ წყაროებში და ასე შემდეგ რა რომ ვფიქრობდი რომ ანუ ეს აფხაზეთის ომში სომხების როლი ანუ რაც არ იქნებოდა მთლად ეს წარმოჩენილი როგორც აქამდე იყო ხოლმე და ჩემთვის კვლევა დავიწყე თავიდან და ეს პატარა კვლევა და ისტორიები უკვე ძალიან დიდ ინფორმაციად გადაიქცა და სხვანაირად უნდა მეწოდებინა რა საზოგადოებისთვის და ალბათ ჩემი პირადი мотиваცია ის იყო რომ უბრალოდ დეზინფორმაციას ვებზოდი რა ჩემთვის კი ბატონო კიდევ ერთი შეკითხვა უკავშირდება ნუ ეს ფილმი გასაგებია და ძალიან მოეწონათ და ასე შემდეგ მაგრამ ბატონ დავითი ხო არ გვირჩევდაო რაიმე წყაროს წიგნს სადაც წყობრად იქნება ჩამოყალიბებული ასე ვთქვათ ამბავი ცნობები იმ ადამიანებზე რომლის შესახებაც ფილმია გადაღებული ნუ Facebook-ზე ჯგუფია ასეთი სომხეთი და სომხები მე ჩემ მეგობრებთან ერთად დაახლოებით 5 წლის წინ შევქმნი ეგ ჯგუფი და თავიდან მაგ ჯგუფში ვაზიარებდი ხოლმე სანამ ფილმად იქცეოდა ეს ამბავი და იქ ცალკეული ისტორიები დევს მაგრამ ზოგადად ვაპირებ რომ რაღაცა წიგნის სახით ისეთი რაც ინფორმაციას ენციკლოპედიასაც გავაკეთო ასე ვთქვათ ამ გეგმაში არის მაგრამ ჯერჯერობით არ არის ასე ერთიანად მაგრამ შემიძლია რავი მოგაწოდოთ მე ეს ხო ისე ნაკვლევი არ არის ხო რაღაც მონოგრაფია არა მე ინფორმაციები ყველაფერზე მაქვს აბსოლუტურად ცალკეულად გაერთიანებული არ არის ცალკე რაღაც წიგნად რა ასე ვთქვათ და ვეცდები რომ უახლოეს მომავალში მაგასაც თავი მოვაბა და კი ბატონო მაგაზე ვფიქრობ გასაგებია აუდიტორიაში ხო არ არის გთხოვთ ძანეთ მიკროფონთან სახით მე მინდა მთელ ჯგუფს ეს ფილმი შექმნა ძალიან უღრმესი მადლობა მოგახსენოთ ძალიან საჭირო საქმე გააკეთეთ ძალიან საჭირო იმიტომ რომ უმეტესობას ეხლა მეც არა ვარ პატარა და ის მესმოდა ხო ბევრი რაღაცა ბევრი ისა მაგრამ ნახულმა უფრო მძიმეს დაბეჭდილება დატოვა და წარმოდგენილი მაქვს თქვენ ამ ფილმზე მუშაობისას რამ იმას გადაიტანდით რა ძალიან ძნელია ხო მართალია კი ღამეც მესიზმნებოდნენ ხოლმე აბარა იქნება კი არა ძალიან რთულია მაგრამ ის ადამიანები არიან ღირსი რომ შეიქმნა სწორედ ასეთი სამიმუშო ნაწარმოები ხო მართალია კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ლევან ძალიან დიდი მადლობა ნუ ყოველთვის აღნიშნავ რომ საჭირო ღონისძიებები იმართება ამ სახლში და გისურვებთ რომ უფრო ისეთი დამაწყანებელი ღონისძიებები წაგემართოთ შემდგომში ხო კიდე რას ვიტყვით თქვენ 3 ადამიანი დაასახელეთ ერთ წარჩინებულები ჩვენ ქალაქში თბილისში დაბადებულები და გაცილებით მეტი შეიძლებოდა საკურველია და რა არის იცით აი მე ვცხოვრობ ზემოზე შეიძლება ცოტა ხაზგასმა გავაკეთო დგას მელიკა ზარიანის სახე ყოველთვის ხონდა გავიარო ნახოს დიდი სიამაყე დიდი რა ვიცი აი მოწიწებით მივჩერები ვარ რომ დგას შენობა გახსოვთ წირო დაუყენეს ანდროპოვის ყურები ცოტახანს იყო და დაანგრიეს. ამის დაანგრევაც უნდა და თურმე რაღაც საშირო ვერ დაანგრიეს. კიდე კაი რომ ვერ დაანგრიეს. და რამდენი ასეთი კარი რამეა. ხო შეიძლება რა ამის თქმაც. ხო. დიდი მადლობა. აი თუ არ ვწდები გორიდან კითხულობენ, ბატონ დავითი ხო არ გაგვიზიარებს უფრო ზუსტად როგორ იმუშავაო, ანუ არქივებში იმუშავა, ოჯახებში, ვის მიაკითხა, როგორ, აი ეს პროცესი როგორი იყო ამ ინფორმაციის მოპოვების. ხო, ანუ არქივში არაფერი არ ინახებოდა ამ საკითხზე და ზოგადად არსად რა, ანუ ამ საკითხზე არასდროს არაფერი ნაკვლევი არ ყოფილა. და ფაქტიურად აი უცხო ადამიანებთან, მეომრებთან, რავი, როგორ გითხრათ, ამბობთ, გაკითხვით და შემდეგ ის მებრძოლები მეხმარებოდნენ, რომ მომეძია სხვა მებრძოლები, სხვა თანამებრძოლები და ეს რავი კარდაკარ დავდიოდი რა ფაქტიურად.
და რამდენი ხანი მოგიწიათ მუშაობა ამ ფილმზე? ფილმ გადაღების პრემიერამდე სადაც 4 წელი გავიდა, მაგრამ ფაქტიურად ანუ კვლევა და ფილმი თითქმის 2 წელში დასრულებული იყო, მე უბრალოდ რაღაც ესეთი გარემოებები დაემთხვა, რომ პრემიერამდე გაგვეწელა ის დრო, რა თორე სადაც 2-3 წელი, 2 წელში კვლევა დასრულებული მქონდა პრინციპში და ფილმიც უკვე დამთავრების გზაზე იყო რა. ბატონო ვან, რადგან მობრძანდით ხوار გვეტყვით ერთ-ორ სიტყვას. საპატიო არა, ისე ხوار გამოეხმაურებით მეთქი. ძალიან კარგი ფილმია. ფილმი არის საქონელი. საქონელს რო ყიდის ვიღაცა, იცის რატომ ყიდულობს ამ საქონელს. ეს ფილმი რასაკვირველია, დაგვიანებულია ერთი 20 წლით. ეს ფილმი არის შესანიშნავი ფილმი, პასუხი იმ აფხაზეთიდან ბაგრამიანის ბატალიონის აღღერებული რო იყო ბატალიონის სინამდვილეში როგორ შეიქმნა ბატალიონი ბაგრამიანის მე ვიყავი მაშინ გაგრაში აი იმ დროს როცა შეიქმნა მე ვიყავი სომხეთის დეპუტატები იყვნენ და ბატონმა შევარდნაძემ თხოვა რომ მეც წასულიყავი ამ დეპუტატებთან სომხეთის დეპუტატებთან და იქ ვნახე შემთხვევით ვიყავით ქორწილში როცა ბოდიშ არა გაგრაში არა სოფლში ვნახე რომ ამ მოგიწვეს იმაზე რა ქვია ქორწილში და ქორწილში 10 კაცი გამოიყვანეს რა ქვია ახალგაზრდები ჯარისკაცები და ავტომატურად მე შემოშე ავტომატში რა ხდება და მე ვიტყრეს რომ ჩუ просто თქვენთვის ვამბობ რომ იცოდე რატომ ვამბობ რომ 30 წელი დავაგვიანებთ მიკროფონში ხო როგორ აღღებდა არა მიკროფონში აფხაზეთის სომხები აფხაზეთის მხარეზე ომობდნენ არა და 10 ჯერ მეტი იყო სომხები ქართულ ჯარში 10 ჯერ მეტი ჩემი გული მსხვერპლია ერთ რამეზე რა ძალიან კარგი ფილმია ხო დაგვიანებული ნუ მაინც ეს თემა არის დრო და დრო ჟღერდება ეს სომხები ბაგრამიანის ბატალიონი ეს ძალიან კარგი პასუხია ძალიან კარგი პასუხია გული მსხვერპლია ერთ რამეზე პრემიერა იყო ამირანში იქ გადანილი იყო ეს ფილმის ნახვა ეთნიკური სომხები არ უნდა მოვიდნენ ის იციან ვინ შექმნა ის ბაგრამიანის ბატალიონი აი ის ხალხი ვინც არ იცის რატომ შეიქმნა ეს ფილმი რომელიც დავითმა და თავის მეგობრებმა გადაიღეს ძალიან კარგი მე მომწონს ეს ფილმი რა ეს ფილმი არ მუშაობს ეს ფილმი უნდა ნახოს ყველა ქართველმა და აქ უნდა ჩადებული იყოს რომ ქართველები ქართულ ჯარში ვიყავით უფრო მეტი ვიდრე იმ ხარეს იმის აი ეს არ არის რომ ის რატომ იყო მოგონილი ახლა აქ 10 კაცია მოსული ხო ეს ფილმი უნდა ნახოს მთელმა საქართველოს ეს ფილმი უნდა ნახოს არა აი პატარა ამ დარბაზში ეს ბაგრამიანის თემა მუშაობს ანტიქართულად ანტისომხურად საქართველოში ესეც უნდა იცოდეთ და მინდა რომ აი აქ ახლა 10 კაცია და თქვენს გეტყვით რომ ეს სპეციალურად იყო შექმნილი ბატალიონი ბაგრამიანი ხო მე ორი სიტყვით თქვენ გეტყვით აქ მე მგონია ლევანისთვის და ხოსესთვის მithქვია ეს შექმნეს სპეცსამსახურებმა რუსეთის და ბატონმა ედვარდმა და შემგვერდზე იყო აჩიკო გოგელია მაშინ ტელერადიოს თავმჯდომარე ხო ეს იყო შექმნილი მარტო ერთი მიზეზი ამ დროს საქართველოს ებრძოდა ფაქტიურად რუსეთს ამიტომ აფხაზეთს ხო ყარაბაღში იყო ომი ხო შექმნეს ეს ბატალიონი და
ვინც შექმნა რუსეთის სპეცსამსახურებმა, რასაკურველია, ეს არავინ არ მალავს ამას, ხო? შექმნეს ერთი მიზეზით, რომ აჰა, აი ახლა ეს ბატალიონზე გაიგებენ თბილისში არისავლაბარი, არის სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის და ნინოწმინდის, აჰა, ეს გიჟი ქართველები ნახე როგორ მისხავენ ახლა ერთმანეთს სომხებს, დაიწყება სომხები დაივიწყებენ ყარაბაღს, ქართველები დაივიწყებენ აფხაზეთს. ამისთვის იყო შექმნილი. ხო, შეიძლება ესე არა, რომ ის რო შეიქმნა, მე თვითონ ნახე ORT-ს იმებს აძლევდნენ და ეს ავტომატჩიკები, რუსი ჯარისკაცები იყვნენ უკნიდან, აბა არ ილაპარაკო, ხო? ილაპარაკეს. ერთი თხოვნა თქვენს მიმართ, ნუ ყველას მიმართ ხლა ეს პატარა ბავშვები ვერ დაგეხმარებიან. ეს ფილმი უნდა ყოველ დღე აჩვენონ, უნდა ქონდეს თავის აუდიტორია. ყველა არქივზე უნდა აჩვენონ, იმიტომ რომ ქართველების და სომხების მტრები დღესაც მუშაობენ ძალიან მაგრად. ძალიან მაგრად. ნუ არის ესეთი რა ქვია მონაცემები, რომ მაგალითად 23 წლის მონაცემია, ნუ ამბობენ სამი ქვეყანა დახარჯა დაახლოებით $270 მილიონი, 270 მილიონი, რომ ქართველების სომხები აი რაღაც პრობლემა იყოს, რომ ესე იგი, ნუ უნდათ იმენა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, ხო? და როგორ შექმნათ ისეთი აი ეს ფილმი არის ერთ-ერთი წამალი, რომ ვთქვათ, უთხრათ ქართველები და სომხებიც თქვით დასაწყისში, რომ ვინ არიან ქართველები და სომხები, ხო? აი ეს არის, რომ ეს ფილმი უნდა ნახოს საქართველოს, ნუ ალბათ ყველა, ნუ თუ არა ნახევარზე მეტი, ნუ რომ ის ამი ბატალიონზე ვლაპარაკობენ, სომხები ჩვენი მტრები არიან, ამით ის უნდა მაგრად გაიჟღეროს, რომ ამ ბატალიონში, რომის პარვისი რატომ დაარქვით შუშანიკას ბატალიონი, შუშანიკა არის ქალის სახელი. ბატალიონებს და უფრო უხდება ქალის ბატალიონი. სახელს აწოდა რომ მამაკაცების მე არ დამირქმევია. მე არ დამირქვა ფილმს შეიძლება დავარქვი, მაგრამ იყო მაგის იდეა. თვითონ ომის მსვლელობის დროს ბატონი არჩილხოფერი აყვებოდა, ხედრიონის ლანჩხუთის ხედრიონის მეთაური იყო და მას ჰქონდა ეს იდეა, რომ ხედრიონის ეგიდით არა, ანუ მას ჰქონდა იდეა, რომ შექმნილი იყო ხედრიონში ასეთი ბატალიონი, ასეთი სახელით. და მან მეთაურებამდე მიიტანა ეს ამბავი. არა, მან თქვა, რომ როდესაც იქით ამ ხედან შეიქმნავეს ბაგრამიანის ბატალიონიო, მე მქონდა იდეაო, რომ აქეთ მებრძოლი სომხები გაგვერთიანებინა ჩვენი ეგიდითო და ბატალიონის ეს სახელი დაგვერქმიაო. მივიტანი უფროსობამდეო, მაგრამ ომი იყო და ამის არავის არ ეცალაო. მე კიდე დავით, მე გეუბნებით, რომ კარგი ფილმია. ეს ფილმი არის შესანიშნავი საქონელი, რომ თქვათ ის ანტისომხური განწყობა, რომელიც არის სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაში სპეციალურად ნაწილში ქართული საზოგადოების ნაწილში ეგ დავამატოთ ყველა ეს ნაწილი ძალიან შხამიანია კი ბატონო ნო ეს შხამი მუშაობს ნო ჩვენ ვმალავთ აი თქვენ ხართ კოსმოპოლიტი თქვენ ხართ ეხლა რაც თქვის დასაწყისში თქვენ ხართ მე თბილისელი ვარ თბილისელი და ვიცი თქვენ სომიდან ახართ ღმერთ მაქნას რომ საქართველოში უფრო მეტი იყოს ასეთი ხალხი. დიდი მადლობა ბატონო ვან თქვენი კომენტარისთვის და უნდა ნახოთ ბაზარი. ეს უნდა ნახოს ყველა. დრო უნდა დროის საკითხი. ჩვენ ბატონო მაგიაში ვიძლია, მაგრამ ერთ 100 ადამიანს ამ ვიდეოს მივაწვდით. აქაც საქართველოს რეგიონებშიც და იქამდე მივიტანთ ხმას და დანარჩენზე მე რაღაც სხვა მოვიფიქროთ რა. მე მახსოვდება ერთი ფილმი საბჭოთა კავშირის დროს იყო საერთაშორისო კინოფესტივალი მოსკოვში, ძალიან პრესტიჟული იტალიიდან და იტალიური ფილმი მახსოვს, მე მინდა რომ დავითს უთხრა რა, დავით. ფილმის სიუჟეტი ორი სიტყვით.
აფრიკის ერთ-ერთ ქვეყნიდან ჩამოდის რომში, იტალიის დედაქალაქში და ეძებს ვისგან შემიძლია ვიყიდო რევოლუციის გაკეთა მინდა ჩემს ქვეყანაში და მითხრეს რომში სადაც უბანში არის ესეთი ადამიანი რომელიც და ხო არისო იცით რომ 10 მილიონი დოლარი ღირსო ეს გეგმაო რომ მოყვი ხო მაქსო წამიყვანეთო წაიყვანოს ეს ფილმია მე ფილმს გეკუთვნი იტალიური ფილმია და მივიდნენ ამ კაცთან კი ბატონო 10 მილიონი დიახ ნისა გეგმა როგორ უნდა გააკეთოს რევოლუცია იმ ქვეყანაში რომ წაიგიხარ ო აქ წერიაო რომ პირველ რიგში უნდა დაიკავოთო ტელევიზია ჩვენ ქვეყანაში ტელევიზია არ არისო ეს გამყიდველი ამბობს არ აუშავს ნუ რადიო ხო გაქვთ არა რადიოც არ აგვაქვსო რა და შობგანცალო რატომ მოყოლიო არა მე რევოლუცია კი ბატონო არ აუშავსო ას ტელევიზია გაქვთ რადიო გაზეთი გეკნებათ გაზეთიც არა აჰა ესაც არ აუშავსო რა 10 მილიონი მისა უკვე გასმა ხო და მაშინ ის რა უნდა გააკეთოთო ხალხი ხო ყავ ხალხი გვაქვს აი ამ ხალხს ყველას რამდენი მილიონი ხართ ნუ გით 8 მილიონი ვარ ნუ 4 მილიონს უთხარით რომ ამ დღეს დღეს ყველა უვარდება ყველა ეზოებში ქვეყნის და ამბობს რომ მოხდა რევოლუცია აი ამ კარგ შესანიშნავ კინოზე ხო აი ესეა რომ 10 კაცი ვარ 20 კაცი ვარ 200 კაცი ეს უნდა გაჭედილ დარბაზებში ტელევიზიებში გასაგებ და სისხლი შევცვალოთ და ის ამპირო რაც არის და ჯერ 10 კაცს ვანახეთ დროის საკითხი რეგიონებში 1.50 კიდე ნახავდა კიდე 100 მივაწვდით და მე მაგაში გეთანხმებით რომ მართლა ისეთი ფილმია რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს და ეს ხალხი იმსახურებს იმას რომ მთელს ქვეყანაში იცნობდნენ მათ როგორც სხვა გმირებს იცნობენ კარგი და დადებითი ის არის ეს შვენიერი ბავშვები 10 მიხართ გონძ რამდენი კიდე 20 უამბეთ რა ფილმია რომ სომხები და ქართველები ერთნი არიან და ამ ომში ჩვენ ხარეს ქართულ ხარეს სომხები იყვნენ 1000-ჯერ უფრო მეტი ვიდრე და მე ესენი გააფცევა იმიტომ რომ ეს საქართველოს საჩიშია როცა თვითონ ქვეყანაში კი ბატონო ვიღაცა თიშავს არის რუსული გამოთქვა разделяй и властвуй ხო უფრო რომაული ყველა ერთმანეთს დიახ ოდის გიხდი რასამო დიდი მადლობა დავითი აღარ შევაწუხოთ და პირიქით მადლობა იმისთვის თქვენ ხო არა გაქვთ მეგობრებო შეკითხვა რამე მაშინ ესე იგი ბატონი ვანის დავალება ხო მიიღეთ რომ სხვებსაც უნდა აჩვენოთ და ეგ იქნება დიდი მადლობა დავითს